და ჩამონათვალში ბუნებრივია თქვენი პოლიტიკური ჯგუფიც ფიგურირებს. რა იქნება თქვენი პასუხი კობახიძის, ივანიშვილის და სხვა ლიდერების მისამართი? მადლობა დიანა, მივესალმებ თქვენს მაყურებლებს. მე ვფიქრობ, პასუხი 26 ოქტომბერს უნდა იყოს ხელისუფლების თვის გაცემული ხელისუფლება, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ტყუილს ნამდვილად ახერხებდა. ტყუილს ახერხებდა, სიმართლე არის ეს და ტირაჟირებდა ტყუილს, მაგრამ როგორც ჩანს, ტყუილებსაც აქვს ლიმიტი და შეუძლებელია მე-13 წელიწადს ახალი ტყუილი მოიგონო, მოიფიქრო და საზოგადოებას უთხრა. შესაბამისად, ამ ტყუილსაც ვერ საუბრობენ, უარი თქვენს ტყუილზე და თავი და ბოლომდე გადასულნი არიან აგრესიაზე, საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობა აქვთ, გესლის, ბოღმის, არ ვიცი, ურთიერთდაპირისპირების რიტორიკა, მეტი სხვა ნამდვილად მათ არ შეუძლიათ. არა, იმიტომ რომ უბრალოდ იყო არჩევანი ჩემი აზრით, ჩემი შეფასებაა და მათ ეს აირჩიეს. ამ შემთხვევაში მათ სხვა ნამდვილად არაფერი აღარ დარჩენიათ, ბანკროტი ქვია ამას, ოდესაც რაღაც ახალ ტყუილს მოიფიქრებდნენ. ნიკა, მაშინ ანუ წესია რომ გამარჯვება უნდათ, ხომ? გამარჯვება არათუ უნდათ, არამედ ჯიბეში გვაქვს ამბობენ. დიახ. არა, რა არის ის ტყუილი? მოდი მთელი არ ვიცი რამდენი წუთი გვაქვს, ეხლა რომც ვეცადოთ, ვერ მოვიფიქრეთ რა იყო ისეთი, რაც არ დაპირდნენ საზოგადოებას, ხო? აი როგორც კომერციული ორგანიზაციები, როდესაც გაბანკროტდებიან და სასამართლო ბანკროტად გამოაცხადებს, იმიტომ რომ აღებული ვალდებულება ვეღარ სრულდება ორგანიზაციების მიერ და კოტრდება ფინანსური ორგანიზაციები, ასევე როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია ქართული ოცნება გაკოტრდა. ივანიშვილი ახლა გაკოტრების მმართველია? დიახაც ჩვენ შემთხვევაში მე ვფიქრობ, საზოგადოება 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს საბოლოოდ ბანკროტად, როგორც კომერციული ორგანიზაციების შემთხვევაში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციის შემთხვევაში ბანკროტად ცხადდება სასამართლოს მიერ. მე ჩემს ვერსიის ერთგული ვიქნები, უბრალოდ ისინი აღარ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ტყუილიც კი ახალი მოიფიქრონ. რას გვეუბნება ხელისუფლება? ვერაფერს ახალს, ხო? მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ აგრესია, მხოლოდ და მხოლოდ ამ აგრესიის ახალისება, არც ერთი სიტყვა მომავალზე, ვინაიდან საკუთარი ამორჩევლის განწყობაც იციან მათ. ახლა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მათ მინიმუმ 200,000 საკუთარი ამორჩეველი დაკარგეს განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან. ხო და იქაც საუბრობდნენ მაშინ, რომ 60%-ს აიღებდნენ და 2018-ში იგივე საუბრობდნენ, აიღეს 38%. საუბრობდნენ 2020 წელს, მაშინ როდესაც ისინი ახერხებდნენ საკუთარი ორგანიზაცია და ხედვები, ანუ პოლიტიკური ორგანიზაცია გაესაღებიათ როგორც მკვეთრად პროდასავლური და მას შემდეგ რაც პროდასავლური იმიჯიც კი აღარ აქვს ამ ხელისუფლებას, 100,000 ამორჩეველი მათ დაკარგეს და 2020-ში როცა პროდასავლური ძალა იყო იმიჯურად, მაშინ აიღეს გაყალბების პირობებში 57%, ისიც შერეული საარჩევნო სისტემა იყო და მაჟორიტარული ოლქების მეშვეობით გაიმარჯვეს. და ეხლა 2024 წელს მაშინ როდესაც თბილისში ისტორიულ მინიმუმზეა ქართული ოცნების ივანიშვილის და კალაძის რეიტინგი 20%-მდეა ჩამოსული. ხა რა თქმა უნდა ისინი აგულიანებენ ჩემის აზრით საკუთარ გუნდის წევრებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც ქართული ოცნება არ ვიცი სიაში 55 და მე-60-ს 62-ს ჩასვამს, იმ ხალხმა რომ არ იწუწუნოს და უკმაყოფილება რომ არ გამოთქვას, საჯაროდ ასეთი პოზიციონერება აქვს ქართულ ოცნებას, თითქოს ისინი აპირებენ საკონსტიტუციო უმრავლესობის ბრძოლას, რომ 78 სიაში ჩაწერილმა ადამიანმა мотивация არ დაკარგოს. ეს არის ჩემის აზრით, აი მარტივი ასეთი. ნიკა, ანუ ეს არის საკუთარი ამომრჩევლის, ვინც დარჩა იმ ამომრჩევლის, ვთქვათ, შემოკრების და мотиваციის ამაღლების კამპანია და არავის დასჯის და გაქრობის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ. ანუ ასე უყურებთ. დასაჯელი, ანუ რა თქმა უნდა, გაბანკროტებული ორგანიზაცია პოლიტიკური ვერაფერს ვეღარავის ვერასოდეს ვერ დასჯის. 12 წლის განმავლობაში ვინ რამეში ხელს უშლიდა, ეხლა ხო საზოგადოებას სურს მომავალი სურს
იცხოვროს ბედნიერ სახელმწიფოში, ჰქონდეს შესაძლებლობა რომ საკუთარი მომავალი დაგეგმოს. დღეს არის ისეთი რეალობა ქვეყანაში, შეძლებული ადამიანის კი ცხოვრებას ერთი დღით ადრეც ვერ დაგეგმოს. შეუძლებელია უბრალოდ, ხო? ხელისუფლება შენ უბრალოდ ქაოსის ეს ორომტრიალში ხვევდეს მუდმივად და მშვიდობის ნაცვლად სულ უწესრიგობას, სულ ქაოსს, სულ დაპირისპირებას ქადაგებდეს, არავის აღარ უნდა ასეთი ხელისუფლება, მათ შორის ქართული ოცნების ძალიან ბევრ ყოფილ ამორჩევლებს და ის სლოგანი, რომელიც აქვთ მათ, არ ვიცი, ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით, ღირსება რა არის ქართული ოცნების გაგებით ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი გაჭირვებული და ღარიბი ადამიანია ქვეყანაში და ის, რომ კალაძე 9 მილიონ არ ვიცი, ევროს შეფასებული მანქანით დადის, ეს არის ღირსება ქართული ოცნების გაგებით, ალბათ ეს არის ბრიყვებისთვის ღირს 9 მილიონიო კალაძემ ასე უპასუხა ძალიან ცუდად სხვათა შორის და შეურაცხყოფილად ჩვენს ჟურნალისტს, როცა იყო მანქანას. წარმოუდგენელია, ეს არ ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებშიც კი არ ხდება, როდესაც დედაქალაქის მერი იმ ქალაქის მერი, სადაც 15,000-მდე ადამიანი წლის განმავლობაში სისხლს აბარებს 450 გრამს 50 ლარი აიღოს, დიახაც ფინანსური დონორები ყავს ხედველობაში, მიდიან და სისხლს იმიტომ აბარებენ, რომ უბრალოდ სახში წაიღონ 50 ლარი, ამ დროს 9 მილიონ ევროს შეფასებული მორიგი ავტომობილით გადაადგილდება. ეხლა ცინიზმია, ყველაფერს თავიდანვე გასაგებია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, დიახაც ისტორიული ღალატი უკვე ჩაიდინა თაობების წინაშე ამ ხელისუფლებამ, მეორე მხრივ ეს არის ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ამ სახელმწიფოს ქონია. ეს არ არის ღირსებით ცხოვრება. რომელ მშვიდობაზე საუბრობს ქართული ოცნება, როდესაც სპეცნაზელები დედაქალაქის მთავარ ქუჩასა და გამზირებზე სტუდენტ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ სტუდენტ, კიდევ უფრო მოზარდ ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ვინაიდან მათ ევროკავშირი და საქართველოს დროშები ეჭირათ ხელში და აპროტესტებდნენ რუსულ პოლიტიკას და კეთილდღეობით სავსე კეთილდღეობით წინსვლა რაში გამოიხატება იმაში, რომ 17 წლამდე 200,000 ახალგაზრდა სოციალურ დაუცველთა ბაზაშია და სიღარიბის მიღმა 200,000 17 წლამდე ახალგაზრდა ბავშვი, ხო, მოზარდი ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება სოციალური შემწეობა. ეს არის კეთილდღეობა და რო საუბრობენ ეკონომიკა ვითარდება, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება, დიახ, ეს ასე არის, მაგრამ ვისთვის კალაძისთვის იზრდება, არ მჯერა დიანა, რომ 15 წლის წინ ნათამაშები ასე ვთქვათ, იტალიურ კლუბში მილანში და იქ დაგროვებული ფული არ ეყოფოდა ამდენ ხანს, ანუ ამის თქმა გინდათ? კარგით, ვისაც ამის სჯერა, მე მათთან თუნდაც ერთი ადამიანი იყოს, ასეთი კამათში არ შევალ. შეუძლებელი არის, ხო, ყველაზე ალბათ კორუმპირებული მერი დედაქალაქის არსებობის ისტორიაში. დიახაც არის ბატონი კალაძე. და მისი მთელი გუნდი, ივანიშვილის მთელი გუნდი დგას დღეს კორუფციაზე. ასე უჭირავს ივანიშვილს საკუთარი ხელისუფლება. ეხლა რომ გვერდთვებით ვერ გამოვასწორებთ ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ. ხელისუფლება აღარ ექვემდებარება გამოსწორებას. მესამე კატეგორიის ავარიული სახლები დიახაც კონსტრუქტორების მიერ არის შეფასებული როგორც სახლები, ნაგებობები, რომელიც აღარ ექვემდებარება რესტავრაციას, რეკონსტრუქციას და ის უნდა დაინგრეს. აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. ისინი ვეღარ გამოსწორდებიან, ისინი უნდა შეიცვალონ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური განსხვავებული ოპოზიციური ძალების მიერ და ამ ქვეყანას პირველად უნდა ყავდეს კოალიციური მთავრობა და კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი დიახაც მიზნად ისახავს, რომ ამ კოალიციაში მას ჰქონდეს ძალიან დიდი წილი, ვინაიდან მე პირადად რა თქმა უნდა შეიძლება მაყურებელმა სუბიექტურობაში ჩამოთვალოს, დიახაც ასეც არის, თუმცა ვფიქრობ, რომ მაქვს ამის თქმის შესაძლებლობა ყველა სხვა პოლიტიკური გაერთიანებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ეს ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი, ვინაიდან აქ რითი განსხვავდება, ნიკა? მნიშვნელობა მინიჭებულია მაღალი, სიტყვის ფასის მნიშვნელობა აქ ვიცით, დიახაც თავმჯდომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა აქ არის მომავალზე ორიენტაცია და არა სურვილი, რომ წასულით მომავალში მოხდე და მე მიმაჩნია, რომ ეს
არაფრის მათმის რბილი შეფასება ხელისუფლება, რომელიც უნდა შეიცვალოს ახალი ძალებით, ახალი მიდგომებით და არა ძველმა უნდა შეცვალოს ძველი, ან შეთვის ძველია ქართული ექნება უნდა შეიცვალოს კიდევ უფრო ძველი თქვენს უკან ხედავთ დაფას რაიონების ჩამოწერით, ეს ვთქვათ, მე ვიცი რომ ახლა კამპანია გაქვთ გაშლილი, თქვენ ხართ ეს ყველაზე ეს ვთქვათ აქტიური პოლიტიკოსი ამ ხრივ, აი ხალხისგან რა ტიპის განწყობა იგრძნობა, ანუ ცვლილ არის თუ არა ეს უფრო განსხვავებული ვითარება ვიდრე სხვა არჩევნების დროს, ასევე როცა თქვენ მუშაობდით კონკრეტულ რაიონებში ან ოლქებში. კი ბატონო, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს ყველამ ვიცით, ბუნებრივია ორჯერ მეტი ადამიანი არის, ეს უნდა ვთქვა, რაც ხვალში ხდება, მინიმუმ ორჯერ მეტი, ვისაც ცვლილება უნდა, ცვლილება პოზიტიური და არა ცვლილებისთვის და კიდევ უფრო უარესი ცვლილება. ანუ კი არ უნდა გაუარესდეს ამ ადამიანების მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტი, არამედ უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა ბუნებრივია ამ ორჯერ მეტ ადამიანთა შორის არის არც თუ ისე ცოტა საქართველოს მოქალაქე, ვისაც გამხნევება სჭირდება, ვისაც სჭირდება თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლება, ვისაც სჭირდება იმის შეგრძნება, რომ ხელისუფლებაში, როდესაც შენ აპირებ მოსვლას, შენ გულწრფელი ხარ და კონტრასტული სხვაობა ქართული ოცნებისგან და მანდატისთვის არ იბრძვი, იცით? ეს ნიჰილიზმი, რომელიც საზოგადოებაში სუფევს ნაწილს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, გადალახვადია და მე ვფიქრობ, რომ სექტემბრის თვეში ეს პრობლემები მოგვარდება აქტიური მუშაობით, თუმცა ის ვითარება, რომელიც შეიქმნა საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება, გამომდინარეობს ქართული ოცნების პროპაგანდით აი ამ მთელი წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ ქართულ ოცნებასაც ამას მე არ დავაბრალებდი, თანმიმდევრულობას უნდა ხედავდეს საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციაში, რომელიც რაც შეიძლება დიახაც და ამას ვამბობ, რა თქმა უნდა, ოპოზიციური გაერთიანებები მაქსიმუმს აკეთებენ ახლა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება შენ თვეში 4-ჯერ იცვლიდე პოზიციას და შენ ამ დროს საჯარო პირი იყო, ხან დიანა ტრაპაიძეს გადაცემის სტუბარი იყო, ერთი თვითადრე და მერე ინგა გრიგოლიასთან და მერე კიდე სხვა არგზის და ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდე, ვისთანაც გამორიცხავდი თანამშრომლობას ერთი თვის წინ და მძიმე განცხადებებს აკეთებდი, დღეს ხედავენ ამა თუ იმ ადამიანს იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში და კონკრეტულად გულისხმობთ საზოგადოება არა პერსონალურად არავის არ დავასახელებ. დიახაც საზოგადოებას, დიახაც ჩვენ როდესაც ვესაუბრებით კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომრის სახელით, ჩვენ ვცდილობთ რომ ვიყოთ ძალიან გულწრფელები და ავუხსნათ საზოგადოებას და ეს უკავშირი არის მათგანაც გადაწყვეტი არჩევნებია სახელმწიფოსთვის. საქართველოს იარსებებს, თბილისიც იარსებებს, ქობულეთიც იარსებებს, ბათუმიც, ზღვაც იქნება, ქართული ღვინოც იქნება, ახალი წელიც მოვა, კალანდობაც მოვა, აღდგომას დადგება, შობას დადგება, ეს ყველაფერი არსად არ წავა. თუმცა სახელმწიფო შეიძლება არ გქონდეს და აი ამ გამოწვევის წინაშე, როდესაც დგას მთელი საზოგადოება, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კლასი და ამ დროს ცალითვალით ადამიანი მოქალაქე ხედავს, რომ ეს პოლიტიკოსი პირველ რიგში საპარლამენტო სიაში მოხვედრისთვის იბრძვის, ესა თუ ის პოლიტიკოსი. ნიკა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონკრეტულს გულისხმობთ, კონკრეტულ პოლიტიკოსს გულისხმობთ. არა, ზოგადად არის პრობლემა, ჩვენ არ გავერთიანებულვართ საარჩევნო სიის გარშემო, მე ამით ვამაყობ, აი თქვენ მკითხეთ, რითი განსხვავდებით სხვა პოლიტიკური გაერთიანებისგან, ხო? ჩამეკითხეთ, მას შემდეგ რაც მე ჩემი აზრი გამოთქვი. ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ამ კოალიციაში არაერთი ლიდერია, რომელმაც საკუთარი ნებით უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე. არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდოდა მიგვაჩნდა, რომ თქვენი გაერთიანება არ მოიტანს მანდატს, ხომ მოიტანს? ამ პოლიტიკურ მოძრაობაში მორალური უპირატესობით ვიქნებოდეთ. დიახაც, ჩვენი ამოცანა არ არის ჯიბეში გვედოს უბრალოდ მატერიალური სახით საპარლამენტო მანდატი. ჩვენი ამოცანა არის ამ ქვეყანაში მოვახდინოთ ცვლილებები. ამიტომაც რქვია კოალიციას ცვლილებისთვის 4 ნომერი. დიახაც, ხალხის ინტერესის ასახვა გსურს და არა ხალხის ნების გამოყენება დამარცხებული
4 წლის განმავლობაში რომ საპარლამენტო მანდატით ვიждეთ პარლამენტში და არ ვიცი 8000 ლარი კონდეს ხელფასი. მე ვფიქრობ რომ ამ კოალიციას სრულებისთვის 4 ნომერს აქვს მორალური უპირატესობა ბელთან მიმართებაში, აქვს შესაბამისი კომპეტენცია, გამბედაობა, ყველას გვაქვს განსხვავებული დიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია და მე მიმაჩნია რომ მომდენო 2 თვეში საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნდება რომ 4 ნომერს აქვს რესურსი გახდეს ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ჩვენ ამ ამბიციით, ჩვენ ამ მოტივაციით მუშაობთ და ვიბრძვით. კი ბატონო, დიდი მადლობა უნდა დაგემშვიდობო, იმიტომ რომ ყველას შევეცადე რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს თანაბარი დრო ჰქონოდა, ჩვენი დროც ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. ნიკა მელია გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ჩემი სამუშაო კვირა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.